პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. მოგესალმებით კომერსანტის პირდაპირ ეთერში გადაცემა პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ლუკა დანელია, გვერდ არგენტინული ამბების რედაქტორი და მთავარი სულის ჩამდგმელი. ოღონდ არგენტინულ ამბებზე დღეს არ გვექნება გადაცემა და ვისაუბრებთ სოფლის ახალ დღის წესრიგზე, იმ ასე ვთქვათ მოვლენებზე, რაც ხდება ისრაელსა და ირანს შორის, ომზე, ომის შედეგებზე, ეკონომიკური კუთხით, ძირითადად პოლიტიკურ ნაწილსაც ცხადია შევეხებით და მიმოვიხილავთ და მასთან ერთად მის ეკონომიკურ შედეგებზე და საომავლო პერსპექტივებზე თუ როგორ შეიძლება რომ მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური სურათი მივიღოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა ლუკა მობრძანებისთვის და რაც უნდა დავიწყოთ ამ ცხელცხელი ასე ვთქვათ ამბებით. შეფასება პოლიტიკური და შემდეგ უკვე ეკონომიკური ჭრილით ისრაელის ასე ვთქვათ ისრაელს და ირანის შორის ომს უკავშირდება და მოკლედ შენი შეფასება როგორ უყურებ, რა სიტუაცია არის და როგორ შეაფასებდი ამ მდგომარეობას, რაც ახლა დღევანდელი მოცემულობით გვაქვს მსოფლიოში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი არის ჩვეულებრივ იმ პროცესების ლოგიკური გაგრძელება, რაც პრინციპში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, როდესაც რუსეთმა დარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და უბრალოდ კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. რა თქმა უნდა, ეს იყო საერთაშორისო წესრიგის მორყევის პირველი, ესე ვთქვათ, ძალიან აღშკარა მცდელობა და შესაბამისად ამან გამოიწვია სხვა ისეთი ავტოკრატიული რეჟიმების გააქტიურება, როგორიც მაგალითად არის ირანი. მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი ასევე არის გაგრძელება ისრაელ-ჰამასის ომის, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო 2023 წლის და რომელიც პრინციპში ირანის პირდაპირ ჩართულობით მოხდა. ბოლო მონაცემებით და ბოლო დოკუმენტებით ის ცირკვევა, რომ მაგალითად ჰამასის ეს თავდასხმა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა, იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი უშუალოდ ირანის მიერ, რადგან მიზნად ისახავდა საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაციის პოტენციურად ურთიერთობის ნორმალიზაციის ჩაშლას, საბოტაჟს და შესაბამისად ისევ არაბული სამყაროს ყურადღების ისევ ჰამასისკენ მიპყრობას. ამიტომ სიამდვილეში ირანი ძალიან დიდი ხანია ამ კონფლიქტში იმყოფება ისრაელთან, ეს ითვლის 10 წლეულებს და საბოლოო ჯამში ალბათ კულმინაციას მიაღწია იმ დროს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს უკვე აქტიურად ამზადებდა, ის გასცდა ვთქვათ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ ფარგლებს, ასევე დაარღვია ბირთვული გავრცელებლობის შეთანხმების ხელშეკრულების პირობები. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა ისევ მისივე ცნობით ირანს კონკრეტული პირობები შესთავაზა. მან მისცა 60 დღე ირანის ხელისუფლებას თუ დაბრუნებოდა მოლაპარაკების მაგიდას. თუმცა რადგან ეს არ მოხდა, შესაბამისად ისრაელის ხელით, ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლა აიძულებს ირანს, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ბირთვულ იარაღზე საბოლოო ჯამში ათქმევინოს უარი. ხო, და აი როგორ უყურებ, ასე ვთქვათ, ამ მოვლენების განვითარებას, ასე ვთქვათ, გადაცემის დაწყებამდე ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა მაინც აქ ეთერში უნდა შევეხოთ ამ საკითხს. საომავლო პერსპექტივებს როგორ უყურებ, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს და მოკლედ რა მდგომარეობა შეიძლება იყოს, თქვა ირანში, მე უკვე ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობა როგორ იქნება, ასევე ჩვენ ხედავთ კიდევაც დასავლეთის სამხედრო ძალების, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციას და რაც გააქტიურდნენ, ასე ვთქვათ, ირანის ცაზეც თუ საზღვაო მიმართულებით და ასე ვთქვათ, საომავლო პერსპექტივები როგორ მიგაჩნია, რა სცენარით შეიძლება რომ განვითარდეს. ჩვენ შეგვიძლია ალბათ ვივარაუდოთ, პროგნოზის გაკეთება მაინც ძნელია, მით უმეტეს მე ჩემი უშუალო სპეციალობა არ არის აღმოსავლეთის მცოდნეობა და ალბათ უფრო კომპეტენტური ადამიანები უფრო დეტალურად შეაფასებდნენ ამ საკითხს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც უკვე თითქოს
ახალ ფაზაში შევიდა, ძალიან დიდხანს გაჭიანურდეს. იმიტომ რომ მე ამ მგონია საბოლოო ჯამში ამ საჰაერო, ასე ვთქვათ, სამხედრო მოქმედებებს მოყვეს, ასე ვთქვათ, სახმელეთო ინტერვენცია ირანში. მით უმეტეს შეერთებული შტატების მხრიდან. ისრაელს ალბათ ამისთვის საკმარისი რესურსი და პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ გააჩნია. ან პოლიტიკური ნება შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ სამხედრო რესურსი ჯერჯერობით არ გააჩნია, რადგან ჰამასის პრობლემაც ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. ამიტომ მე მგონია, რომ ეს კონფლიქტი სადღაც გაჩერდება. ისე როგორც არის, უბრალოდ შეერთებული შტატები ირანისგან მოითხოვს სრულ ბირთვულ კაპიტულაციას და ამ პირობით დააბრუნებს ის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მაგიდასთან. სხვა მხრივ მე არ მგონია, რომ რაღაც ფართომასშტაბიანი ომი ვიხილოთ, მით უმეტეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით და წაქეზებით, რადგან ბოლოს და ბოლოს დონალდ ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ერაყში ინტერვენციას ეწინააღმდეგებოდა და ძალიან კატეგორიულად გმობდა, შესაბამისად მსგავსი შეცდომის გამეორება ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი თავად ტრამპის ადმინისტრაციაში, ალბათ ამის შესახებ იციან. გარდა ამისა, ტრამპი როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული თავის მხარდამჭერებზე, ასევე ძალიან ესე ახლოს აკვირდება მის ვთქვათ რეიტინგებს, პოლიტიკურ რეიტინგებს, შესაბამისად მან იცის, რომ ტრამპის თუ მოძრაობაშიც მაინც და მაინც პოპულარობით ვერ სარგებლობს ვთქვათ ირანთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის სცენარი. ამიტომ მე მგონია, სადღაც ტრამპი გადაწყვეტს, რომ ეს კონფლიქტი უნდა გაჩერდეს და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ აიათოლების რეჟიმის მხრიდანაც საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც როგორც სხვადასხვა დასავლური წყარო იტყობინება, უკვე გამოითქვა. კეთილი და ესეთი ვარაუდებიც იყო, შეიძლება სურვილები უფრო დავარქვათ ამას ნაწილის მხრიდან, რომ თქვათ ირანში, აი ამ ომის შემდგომ, ანუ ეს ხელს შეუწყობდა, თქვათ ირანის დემოკრატიზაციას და დემოკრატიული მმართველობის წასვლას და ხელისუფლების ცვლილებას, განშტოების ცვლილებას. აი რამდენად არის ეს, ასე ვთქვათ, ახლო პერსპექტივებში მოსალოდნელი და ეს სურათი რამდენად იკვეთება? დასავლეთის მხრიდან რამდენადაც რამდენჯერაც იყო აღმოსავლეთის, ახლო აღმოსავლეთის უფრო კონკრეტულად დემოკრატიზაციის ძალისმიერი მეთოდების მცდელობა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ეს წარუმატებლად დასრულდა. რადგან დასავლური ტიპის დემოკრატიას სჭირდება დასავლური აზროვნება, დასავლური კულტურა და ცივილიზაციური, ასე ვთქვათ, საფუძვლები. რაც ახლო აღმოსავლეთში ჯერ არ არის განვითარებული და შესაბამისად იმ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დემოკრატიზაციას არ უნდა ველოდოთ. მეტიც სამხედრო ინტერვენცია შეერთებული შტატების მხრიდან, ან მისი მხარდაჭერის ისრაელის მხრიდან სიამდვილეში მე მგონია, რომ გააძლიერებდა აიათოლების რეჟიმს, რადგან იქ რელიგიური ფაქტორიც საკმაოდ მაღალია და ძალიან პოპულარულია ანტიამერიკანიზმი, ანტიამერიკული განწყობები და ალბათ ეს პირიქით რეჟიმის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. მეტიც თუ აიათოლების რეჟიმი ახლა დაემხობა და სრულიად ჩამოიშლება სახელისუფლებო ვერტიკალი, შეიძლება ამას მოყვეს რევანშისტული ძალების მოსვლა ქვეყნის სათავეში, რაც უფრო ნაციონალისტური, უფრო რადიკალური რომელიც ყველანაირ შეთანხმებაზე უარს იტყვიან და ალბათ ეს კონფლიქტი მე შეიძლება გადაიზარდოს ძალიან ფართომასშტაბიან ახლო აღმოსავლურ კონფლიქტში, ვინაიდან მოგეხსენებათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მაგალითად ერაყი, რეალურად ახლა ბეწვის ხიდზე გადის და მაქსიმალურად ცდილობს სტრატეგიული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, რადგან ეს კონფლიქტი არ გადაიღვაროს მის ტერიტორიაზეც. ამიტომ ცხადია, ახლო აღმოსავლური ქვეყნების ინტერესშიც ასევე შედის ამ კონფლიქტის მალე დასრულება და დიპლომატიური გზით გადაჭრა. კეთილი. დიდი მადლობა ლუკა. ჩვენ მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება, რეკლამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში და გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota Center თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota Center თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116.
დაგეგმეს საოჯახო დასვენება სასტუმრო ჯორჯია პალასში. ისარგებლე სამჯერადი კვებით და შეუქმენი ყველა პირობა ოჯახის წევრებს დაუვიწყარი ზაფხულის დღეების გასატარებლად. შთაგონებით ჩვენ ვქმნით თქვენს ზღვისფერ მოგონებებს. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. დეტალებზე დაგვიკავშირდით. 577 24 24 25. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი სპეციალურ ფასად. Toyota Corolla, Toyota Camry და Toyota RAV4 150 ლარი. მომსახურებაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2511. Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. გინდა მიიღო 28 თეთრამდე ფასდაკლება საწვავზე. ახლავე გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია სოკარჩეო. ისარგებლე გაზრდილი ფასდაკლებით მოხმარებული საწვავის მიხედვით. თითო litrზე დააგროვე 3 კოლა. მიიღე მრავალფეროვანი შეთავაზებები და აივსე საჩუქრებით. Silkpost-ი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს. საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. კვალდაბრუნდით სტუდიაში საუბრობთ სოფლის ახალდღის წესრიგზე და მიმდინარე ასე ვთქვათ ისრაელსა და ირანის ომზე და მის ეკონომიკურ შედეგებზე. ცხადია, აქ ლუკა დანელია ჩვენი სტუმარი. ლუკა, ჩვენაც ახლა მიმოვიხილეთ რა ასე ვთქვათ ანალიზიც გააკეთე. მეორე მხრივ არის კიდევ რაც გვაინტერესებს, უკრაინა-რუსეთის ომს კიდევ ცალკე შევეხებით და ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ირანსა და რუსეთს შორის ასე ვთქვათ ურთიერთობა რომ შევაფასოთ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ჩვენ არ ჩავერევით და რაც რომც მოინდომო რამდენად ჩაერევენ კიდე მეორე საკითხია რამდენად აქვთ ამის სამხედრო ძალა ეს მეორე საკითხი თუმცა როგორ იქნება მათ შორის ურთიერთობა ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სადაც რამდენად ჩადგება თქვა ამერიკა და კონკრეტულად ტრამპი რა მოლოდინები შეიძლება შეიქმნას და რა პერსპექტივებია აქედან ამ გადმოსახედიდან ერთის მხრივ გასათვალისწინებელია ისიც რომ ამ კონფლიქტის ერთ-ერთი შედეგი რა თქმა უნდა ირანის ჩამოცილება იქნება რუსეთისაგან ვინაიდან ფაქტია რომ ისინი დადგნენ ამ მოცემულობის წინაშე როდესაც მათ ქვეყანაში არის ომი ფაქტობრივად ირანის თავდაცვა ბოლო პერიოდში რასაც უყურებთ არის ძალიან მოწყვლადი ისრაელის სამხედრო მოქმედებების მიმართ შესაბამისად მათ რა თქმა უნდა ესაჭიროებოდათ მყისი დახმარება ბუნებრივია რომ ამას რუსეთი ვერ შეძლებს რადგან მას თავისი პრობლემები აქვს უკრაინაში და ეს პრობლემები არ არის მარტივად მოგვარებადი სიამდვილეში თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ფაქტორსაც ალბათ რუსეთი ალბათ უპრიანი იქნება თქმა რომ რუსეთი უკვე გამოფიტვისკენ მიდის შესაბამისად მათ ასე რესურსების გადანაწილების ფუფუნება ნამდვილად არ აქვს გარდა ამისა წლების განმავლობაში ირანი და რუსეთის კავშირი მოიაზრებოდა რაღაცნაირად მოსკოვ-თეირანის ღერძად მათ შორის რუსი ექსპერტები და ფილოსოფოსები მაგალითად ალექსანდრე დუგინი ხშირად იყენებდა ამ ტერმინს და ამბობდა რომ ცნაირად რუსეთის და ირანის ურთიერთობა უნდა დაფუძნებოდა მართლმადიდებლობის და ტრადიციული გაგებით ისლამის კავშირს და უნდა შექმნილიყო რაღაც ალტერნატიული ღერძი ფაქტია რომ ახლა რასაც ხედავთ ეს არის
რუსეთის ევრაზიონისტული მისწრაფებების კიდევ ერთხელ მარცხი როგორც მაგალითად ეს ევროპაში მოხდა, ასევე ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჯერჯერობით გაგრძელდება, მაგრამ ასევე დასავლეთისთვის რჩება რისკები. თუ ეს კონფლიქტი დასრულდება მსგავსი მოცემულობით, როდესაც აითოლების რეჟიმი არ შეიცვლება, მაგრამ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და ის შეინარჩუნებს ძალაუფლებას, წლების განმავლობაში ისინი რა თქმა უნდა განავითარებენ ისევ თავდაცვით პოტენციალს, ალბათ ისევ აღადგენენ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე რუსეთის საკითხავია რუსეთი რა მდგომარეობაში იქნება წლების შემდეგ, მაგრამ ალბათ უფრო ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით ისინი შეეცდებიან ამ მოწყვლადი სივრცის გამოსწორებას და გაუმჯობესებას და შესაბამისად ისინი უფრო მერე შეეცდებიან რაღაც რევანშისტული, ასე ვთქვათ, მიდგომების გააქტიურებას და ასე ვთქვათ, შურისძიებას ამის გამო რაც ახლა გადაიტანეს. შესაბამისად, დასავლეთისთვის ეს კონფლიქტი როგორც უნდა დასრულდეს, ირანი მაინც დილემად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი მაინც დასავლურ ინტერესის შესაბამისად მიდის და როგორც მაგალითად გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, ფაქტობრივად ეს არის ის შავი საქმე, რომელსაც ისრაელი დასავლეთის სასარგებლოდ აკეთებს. ეს საკმაოდ ისეთი რეალპოლიტიკური განცხადება, მაგრამ აშკარად ობიექტურია. კეთილი, აი შემდეგი კითხვა რაც უნდა დამესვა შენთვის ნაწილობრივ უპასუხე კიდევაც, თუმცა მაინც მინდა ესე დავაზუსტო, რომ ირანის მიმართ რაც ასე ვთქვათ პროგნოზი და ვარაუდი ასე ვთქვათ გამოთქვი, ნუ ამ პროცესი წავდა, აითოლები დარჩნენ კვლავ ასე ვთქვათ, ყავს იგივე სულიერი ლიდერი, იგივე ასე ვთქვათ მართლობის ღერძი, ნუ განადგურებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირანი და აი ამ პერიოდიდან რამდენად შეძლებენ ვთქვათ ჭკუა ისწავლონ და ამ ეს გამოცდილება მიიღონ, მწარე გამოცდილება მიიღონ და უფრო მეტად გაძლიერდნენ და უფრო მეტად საშიში გახდნენ რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის შესაბამისად. ეს რამდენად აქვს ამის პოტენციალი ახლო მომავალში, ამ გადმოსახედიდან ამ სცენარს თუ გავყვებით და რა ბერკეტები აქვს თქვა იგივე დასავლეთს, რომ ეს სცენარი არ განვითარდეს, რომ უფრო არ გაძლიერდეს ირანი უკვე მომდევნო წლებში. დასავლურ ბერკეტებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია ჩემი აზრით, რადგან ჩვენ არ ვიცით ამ კონფლიქტის დასრულების საბოლოო, ასე ვთქვათ, სცენარი, მაგრამ ერთი რაც თანამდებობებით შემიძლია ვთქვა, ჩინეთი აუცილებლად, ჩინეთი რომელიც ახლო აღმოსავლეთში ფლობს ძალიან ისეთ მკაფიო ინტერესებს, გააქტიურდება ირანის მიმართ და როგორც აქამდე ცდილობდა პრინციპში რაღაც თუკი აქამდე ირგებდა უბრალოდ რაღაც დიპლომატიური მომრიგებლის როლს, როგორც იყო მაგალითად საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ხანგრძლივი პრობლემური ურთიერთობების შედარებით დასტაბილურება და ამაში გარკვეულ წარმატებას ჩინეთმა მიაღწია. ახლა ის მაქსიმალურად ეცდება, რომ ირანი მოამზადოს შემდგომი, ასე ვთქვათ, კონფლიქტისთვის და თუ ირანი არ გადავა ვთქვათ რევანშისტულ მოქმედებებზე, მინიმუმ მან უფრო გააძლიეროს მედეგობა და უფრო მყარი წინააღმდეგობა გაუწიოს მე შემდგომ დასავლეთის, მან უფრო კონკრეტულად ისრაელის სამხედრო რეაგირებას. შესაბამისად, ახლა შეერთებული შტატების და ზოგადად მთელი, ასე ვთქვათ, ჭყალებში კოლექტიური დასავლეთის ამოცანა იქნება რაღაცნაირად შეამცბუქოს ჩინური ფაქტორი ირანში. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ეს რთული სათქმელია, მაგრამ ერთ-ერთი სცენარი ალბათ ახლა ტრამპის მაგიდაზე ესეც დევს. რაღაცა ბირთვულ შეთანხმება მიაღწიონ და მე რამდენად ამაზეც ვისაუბრეთ, გადაცემად კარგი მოაწერეს თქვათ ხელშეკრულება დაედო, რაღაც გარანტიები მიცა, თუმცა ამ გარანტიების აღსრულება და შესრულება რამდენად ასე ვთქვათ კონტროლირებად იქნება და რამდენად სარწმუნოდ ირანის მხრიდან. ალბათ შეერთებული შტატების მხრიდან შეიძლება სანქციების პოლიტიკა უფრო მეტად გამკაცრდეს. ჩვენ ვიცით, რომ 2021 წელს სანქციების გარკვეული ტალღა, რომელიც ირანში ძალიან აქტიურად ჩაეშვა დასავლეთის უფრო კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რაღაცნაირად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შემსუბუქდა და ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ სანქციების აღსრულებაზე ეთქვა უარი.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დიდი ნაწილი ირანისთვის არ მოხსნილა, მისი აღსრულების მექანიზმები შერბილდა. რამაც ჩემი აზრით ირანს მისცა შესაძლებლობა უფრო მეტად ყურადღება გადაეტანა ბირთვული იარაღის პროგრამის გააქტიურებაზე და უფრო მეტად გაეძლიერებინა ამ მიმართულებით საქმიანობა. ჩემი აზრით ერთ-ერთი სცენარი იქნება ისევ და ისევ ირანის ეკონომიკის კიდევ ერთხელ დასუსტება და ჩამოკიდება, ასე ვთქვათ, სხვა ახლო აღმოსავლურ ქვეყნებზე. მოგეხსენებათ, სანქციების შემდეგ ირანი დიდწილად, მაგალითად, სირიაზე და ერაყზე დამოკიდებული გახდა ამ მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი უარყოფითი შედეგებიც ექნება, რადგან ამას შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების ზრდა, ასევე მე რამდენადაც ვიცი, ირანს აქვს გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოებას გარკვეული პრობლემები შეუქმნას, მაგალითად, თუნდაც საუდის არაბეთის შეუქმნას პრობლემები ნავთობის მოპოვების საკითხში და ამან გამოიწვიოს ნავთობის ფასების ზრდა, რაც ამ შემთხვევაში პირდაპირ რუსეთის წისქვილზე დაასხავს წყალს, ვინაიდან უხეში დათვლებით რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების 70% ისე ნავთობიდან მიღებულ, ასე ვთქვათ, შემოსავლებზეა დამოკიდებული. აი ზუსტად ეს კითხვა უნდა დამესვა და ალბათ ამ პასუხს ველოდი, რომ ზუსტად ნავთობზე რა, ასე ვთქვათ, რა გავლენა ექნებოდა, ნავთობის ფასზე რა გავლენა ექნებოდა, პირველი გავლენა ნახეთ კიდევაც, ასე ვთქვათ, რომ გაიზარდა და კიდევ გაიზრდება და რუსეთის წისქვილზე რამდენად ხო ასხამს ეს ყველაფერი წყალს და რამდენად არის ვთქვათ ეს გათვლა, რომ გააძლიერებს ვთქვათ იგივე რუსეთს კიდევ უფრო გააჭიანურებს ომს და ამერიკის როლი რა იქნება ვთქვათ ამ შემთხვევაში, როცა ამ კონფლიქტში მომრიგებლის თუ ასე ვთქვათ რაღაც შუალედურ რგოლს ასრულებს. მე ეკონომიკას ვუყურებ როგორც სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ სფეროს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მთელი ეკონომიკური ანალიზის საბიუჯეტო შემოსავლებზე დაყვანა არის, ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება. რუსეთის ეკონომიკა ახლა გადართულია სამხედრო მრეწველობაზე. ან თუ ის დიდწილად დამოკიდებული იყო ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე, ახლა არის დამოკიდებული ასევე სამხედრო მრეწველობაზეც. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ უკრაინაში, რუსეთში ომის დაწყების შემდგომ, ეს არის სამოქალაქო საქონლის წარმოების ჩანაცვლება სამხედრო საქონლით წარმოების ჩანაცვლების. შესაბამისად, ფაქტობრივად ახლა ორ ღერძზე დგას რუსეთის ეკონომიკა, სამხედრო წარმოება და ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. ამიტომ რუსეთს ეს რა თქმა უნდა დაეხმარება მის ამოისმენთ ხავს ფინანსურად დროებით, მაგრამ სიამდვილეში იმდენად გართულებულია ახლა რუსეთის ეკონომიკისთვის მდგომარეობა, რომ ეს არ იქნება რაღაც როგორც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ანალიტიკოსი წერს, ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, გამოსავალი რუსეთისთვის, რომ კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს ეს კონფლიქტი და ასე ვთქვათ, რაღაცნაირი სუბსიდია მიიღოს ამ კონფლიქტით. ამიტომ მე მგონია, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომი უკვე არის გადასული 2027 წელს, ანუ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ორივე მხარე საკმარისად დასუსტებული იქნება კონფლიქტის გასაგრძელებლად, მაგრამ საკმარისად მყარად იდგება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მეორე მხარეს რაიმე მისთვის სასარგებლო შეთანხმებაზე მოუწეროს ხელი. ამიტომ მე მგონია, რომ ეს კონფლიქტი სადღაც გაიყინება რაიმე ესეთი ჭყალებში გრანდიოზული შეთანხმების გარეშე. ალბათ შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, შეიძლება გაცვალონ ტყვეები, შეიძლება გაცვალონ, ასე ვთქვათ, დაღუპული სამხედროების ცხედრები, მაგრამ რაიმე ესეთი გეოპოლიტიკური სტრატეგიული შეთანხმება მათ შორის არ შედგება. კეთილი. ხო, აი ეკონომიკურ ზრდაზე რაც გააკეთე აქცენტი, ზუსტად ეს იყო, რომ შაშან თქვა და ეკონომიკური ზრდა რო ქონდა რუსეთს რაღაც ეკონომიკურ რეცესიას ელოდნენ და არ დაფიქსირდა ან მცირე კლება იყო, თლინში და პროდუქტში ესე თქვა სამხედრო წარმოება განვითარდა და უმუშევრობა თქვა რომ პოზიტიურად გამოიყურებოდა რომ პირიქით შემცირდა, ეკონომიკურად აქტიური ადამიანები ჯარში წავიდა და ომში დაიღუპა. დიახ, ამიტომ რასაც ხედავთ რომ რიცხვები, ბოდიში ეს რიცხვები რეალურად რამდენად ასახავს რუსეთის ეკონომიკას, იმიტომ რომ ხშირად ასე თქვა საპირისპირო აზრი თქვა ამ რიცხვებს უკან რადგას რაც არ იცის ადამიანმა, გეუბნება რომ ეკონომიკა გაეზარდა, უმუშევრობა შემცირდა, რუბლი გაუმყარდა, ჭყალებში გაუმყარდა და სტაბილური ეკონომიკური სიტუაცია მოსჩანს აქედან სტატისტიკურად.
დიახ, ანუ სანქციების დაწესების შემდეგ თუ კი ვიმეს ნომინალურად ასე ვთქვათ ის ეკონომიკური დაფიქსირდა, ეს იყო რუსეთი. ანუ პირველი წელს ომის მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ დაწესდა სანქციების ძალიან მასშტაბური რამდენიმე პაკეტი, დაახლოებით საერთოდ 17 აღწევს, ფაქტობრივად ნომინალურად, ოღონდ ფორმალურად რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა მოსალოდნელზე მეტად. ოღონდ ეს ზრდა განპირობებულია ისევ და ისევ სამხედრო მრეწველობის გააქტიურებით. ანუ არსებობს ასეთი ტერმინი მათ შორის ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც, ქვია ამას სამხედრო კეინზიანიზმი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფოები ეკონომიკის სტიმულირების მიზნით იწყებენ ასე ვთქვათ აქტიურად სამხედრო მრეწველობას, გასცემენ უფრო ჭარბ კრედიტს, ფულის ემისია იზრდება, ну, რასაც მოყვება მე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და რუსეთში 20%-ზე რჩება, დღემდე ანუ საკმაოდ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს იმავდროულად, რაც ფორმალურად, რა თქმა უნდა, ეკონომიკას ასტიმულირებს და ჩანს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი მომაკვდინებელი მახე, როდესაც რამდენიმე წელში შეიძლება რუსეთმა ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყოს რეცესიაში გადასვლა. ამიტომ ჩვენ რასაც ხედავთ უნდა ვივარაუდოთ, რომ არის ეს ნომინალური რიცხვები და ამ რიცხვებმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. კეთილი. ხო, და ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ნაწილში სავაჭრო ასე ვთქვათ, ჯაჭვებზეც აუცილებლად ვისაუბროთ, ამ ისრაელ-ირანის ომის პარალელურად ეს ამდენად გამოიწვევს ერთია რომ ნავთობი გადამზიდი ტანკერები რაცა ეს შემოვლითი გზით უწევს და ეს გააძვირებს ასე ვთქვათ სხვა ფას ნავთობის და მეორე ნაწილი სხვა სავაჭრო ურთიერთობებზე ეს რამდენად შეიძლება რომ აისახოს და ამ მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვევს გაზი და გამოიწვევს ფასის. მე არ ვფიქრობ რომ ვიდრე ამ კონფლიქტის შემდგომ საფეხურის შემდეგ ფაზამდე ესკალაცია არ მოხდება ეკონომიკურ კოლაფს მით უმეტეს რაიმე კრიზისს არ უნდა ველოდოთ. მე მგონია რომ ნავთობის ფასები რა თქმა უნდა განაგრძობს ზრდას, შესაბამისად გაიზრდება მეორეული პროდუქტის, ანუ ნავთობზე დამოკიდებული პროდუქტის ფასიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ის დასტაბილურდება, როგორც კი ეს კონფლიქტი მიუახლოვდება დასასრულს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მე არ მგონია, არ მაქვს მოლოდინი, უბრალოდ რომ ეს კონფლიქტი ძალიან მასშტაბური იქნება, ძალიან ესკალაციაში გადაიზრდება და საბოლოო ჯამში მოიტანს რაღაც დამანგრეველ კრიზისებს. ცხადია ამისთვის საჭიროა რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს ახმელეთო ინტერვენციაში და მხარეებმა რა თქმა უნდა მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გასაგრძელებლად. კეთილი. აი ნავთობზე ვახსენეთ და ერთია რომ ეს ასე ვთქვათ სტიმულს აძლევს წისქვილზე უსხამსყავს რუსეთს რომ ნავთობი გაძვირდება და საბიუჯეტო შემოსავლებს გაუზრდის და მეორე მხრივ ევროკავშირი, ევროპა ცდილობს გამოვიდეს და ნაწილობრივ გამოდის კიდევაც და ბევრი ქვეყნები მაქსიმალურად ჩაეხსნენ და ენერგო დამოუკიდებლობა მაქსიმალურად მიიღეს რუსეთისგან და აი ამ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია კიდევ უფრო გაგრძელდეს ასე ვთქვათ ეს პროცესი და რუსეთის ნავთობზე ხა 100%-ით გასაგებია, თუმცა კიდევ გაგრძელდეს ეს პროცესი, რომ ჩამოშორდნენ და ენერგო დამოუკიდებლობისკენ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიღეს. ჩემი აზრით ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობის პოლიტიკა უკვე შეჩერებულია. მათ სანქციების პირველ ნაწილში სცადეს და ნაწილობრივ ეს გამოვიდათ კიდეც, მაგრამ მაგალითად ევროკომისიის წინადადება რომ მთლიანად ჩახსნოდა ევროკავშირი რუსეთის მაგალითად თხევად გაზს ფაქტობრივად მხარეებმა თაროზე შემოდის. უხეშად რომ ვთქვათ, ვინაიდან მაგალითად ბელგიამ და საფრანგეთმა ეს წინადადება დაბლოკეს, მათი მრეწველობა და ასე ვთქვათ, ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ იაფ ასე ვთქვათ, გაზზე და ნავთობზე, შესაბამისად ისინი მთლიანად ვერ ჩაეხსნებიან რუსულ ენერგო რესურსებს. ამიტომ ეს პროცესი ისედაც გაჩერებულია. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება ამ ახალი კონფლიქტით. კეთილი. მადლობა ლუკა, ჩვენ კვლავ გავდივართ სარეკლამო ჭრაზე, მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება და უკვე დავბრუნდებით მესამე შემაჯამებელი ბლოკით. დაგველოდეთ.
პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Global Idea და Financial წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის გამარჯვებულებს. Autotech დახმარება ჯუბა, Element Construction, Betec Pipexi, MBG Renti, Koskura ამწეების ქართული სერვის ჯგუფი, Geo Energy, Hisense HVAC Georgia, Toyota ცენტრი თბილისი, New Vision დაზღვევა, Victoria Security, Pro Service, კორძაძის საადვოკატო ბიურო, Ronico, ვაკის საცურაო აუზი, Karoteni, Vita Peroli, Franco Fontana, ESP, Nestle, Montessori საბავშვო ბაღი, Pino, Tabexi, Smile Care, Pasta del Capitano, Tantum Verde, Xaxabo, Bronco Maxi, Vitrum Immunactivi, Lotusi, Dorco, L'Occitanie Provenceიდან. საინფორმაციო მხარდაჭერა, რადიო კომერსანტი, FM 95.5, პუბლიკაჩი, ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრენდის პარტნიორი, შატო სვანიძე. შექმენი შენი ტრასა Yamaha-ში ბაგის ტიპის კვადროები ტყისთვის, მინდვრისთვის და ექსპერიმენტისთვის. უმაღლესი კლასი, მძლავრი ძრავი, უკომპრომისო სვლა. შეარჩიე სასურველი მოდელი ადგილზე და დაიწყე თავგადასავალი. ეწვიე Yamaha showroom ზავით აღმაშენებლის სასტექვსმეტში. ან დაგვირეკე 2-511. შექმენი შენი ტრასა. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. საუკეთესო დასასვენებელი კომპლექსი სპა რეზორტი კოლხი და ურეკში ოჯახებისთვის, სპორტსმენებისთვის, ახალგაზრდული შეკრებებისა და კონფერენციებისთვის. სექტემბრის ფასდაკლებული ფასებით გეპატიჟებათ. ფასი მოიცავს სამჯერად კვებას შვედური მაგიდით. ღია აუზებს როგორც ბავშვების, ასევე დიდებისთვის. საკუთარ პლაჟს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სათამაშო მოედნებს, მაგიდის ტენის, ბილიარდს, ცოცხალ მუსიკას, ანიმატორებსა და გასართობ ღონისძიებებს თქვენი პატარებისთვის. კოლხი და ურეკში. დაგვიკავშირდით 599 20 54 52 599 20 54 45. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გაიგე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მოისმინე ყველა მხარის პოზიცია და ხედვა. დღის შეჯამება კომერსანტის ეთერში. ნანა არჩვაძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 18-დან 19 საათამდე. კომერსანტი ლაივ. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. ყავდაბრუნდით სტუდიაში და ვაგრძელებთ თემაზე საუბარს და ახლა უკვე გვიწევს ტრამპის სატარიფო ომის განხილვა, გაყოფილია ორად, ასე თქვა აზრი და ნაწილი თქვა მიესალმა, ნაწილი არ მიესალმა, თქვა როგორც ეკონომიკური ნაწილში ტარიფების და სასაღად არ მიესალმები, მეორე ნაწილია ის რომ პრაგმატულად ასე თქვა მსჯელობს და პრაგმატულად აღწევს ასე თქვა ამ შედეგებს და მოკლედ შენი შეფასება სატარიფო ომთან დაკავშირებით რამდენად ასე თქვა პრაგმატული გადაწყვეტილება იყო ეგ-ერთი, მეორე რამდენად შედეგი გამოიღო და რა შედეგის მიღება უნდა ტრამპს და რა შედეგები აქვს დღეს? ალბათ ეს ყველაზე საკამათო საკითხია ალბათ. თვითონ ეკონომიკურ წრეებშიც ის ეკონომისტები, რომლებიც მთელი ნამხრის განმავლობაში საუბრობდნენ პროტექციონიზმის სიკეთეებზე, უცებ ალაპარაკდნენ რაღაცად პირიქით თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე და პირიქით თავისუფალი ვაჭრობის მომხრეები პირიქით წავიდნენ. ეგეთებიც კი, ეგეთებიც ვნახეთ ასეთი ტიპის ანალიტიკური შეფასებები, რომ პრინციპში შეიძლება ტარიფები კარგიც კი იყოს შეერთებული შტატებისთვის. მოდით ძალიან მოკლედ გავმარტოთ, რას ნიშნავს ტარიფი. ეს არის პროტექციონისტული პოლიტიკის გაგრძელება, რაც მიზნად ისახავს
ადგილობრივი მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის დაცვა საგარეო კონკურენციისგან. ეს არის პოლიტიკა, როდესაც სახელმწიფო იმპორტულ ტარიფებს, ანუ იმპორტის გადასახადს აწესებს სხვა ქვეყანაში შემოსულ საქონელზე. რაც რა თქმა უნდა იწვევს მისი საბაზრო ღირებულების ზრდას და მიზანი არის ის, რომ ამან გამოიწვიოს მოთხოვნის ზრდა ადგილობრივი წარმოების საქონელზე და შესაბამისად ადგილობრივი კომპანიები, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გააქტიურდნენ. მაგრამ ამას გარდა ტრამპის არგუმენტი ეფუძნებოდა სავაჭრო დეფიციტების პრობლემასაც და რეალურად ეს პრობლემა შეერთებულ შტატებში არსებობს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ეკონომისტებში არის გავრცელებული აზრი, რომ სავაჭრო დეფიციტები ბევრს არაფერს ნიშნავს და ეს პრობლემას თითქმის არ წარმოადგენს, ვინაიდან თავისუფალი დინამიკა, შესაბამისად კაპიტალი ან შემოვან გავა და შესაბამისად თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ეს შეუძლებელია სახელმწიფოსთვის პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ ყველაფერი ცოტა რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შეერთებული შტატები მოგეხსენებათ არის მთლიანი შიდა პროდუქტით ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. ასევე ის არის ყველაზე დეფიციტური ქვეყანა სავაჭრო, ასე ვთქვათ, მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, თუ კი ავიღებთ საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, ასეთი კონცეფცია არსებობს, რომელიც ეს არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ქვეყნის საგარეო ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების სხვაობით. ანუ შეერთებულ შტატებს რეალურად ახლა იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულება აქვს, ვიდრე აქტივი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს შეადგენს -26 ტრილიონ დოლარს 2024 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით. რაც ერთი შეხედვით ძალიან მძიმე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ტრამპის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი დადგება მომენტი, რომ ამერიკული დოლარის როგორც სარეზერვო ვალუტის წონა და მნიშვნელობა შეირყევა, მაშინ შეერთებულ შტატებში დაიწყება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ძალიან, ვთქვათ, მძიმე ფორმებს შეიძლება გადაიზარდოს, ვთქვათ, იგივე დეპრესიაში, რადგან ამან გამოიწვიოს კაპიტალის გადინება ქვეყნიდან. ანუ ისევ და ისევ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ვთქვათ, ქვეყნის ფინანსური აქტივები რეალურად განისაზღვრება საგარეო ინვესტიციებით, საგარეო პორტფოლიური ინვესტიციებით, ასევე სესხებით, სავაჭრო კრედიტებით და დეპოზიტებით, რომელსაც, ვთქვათ, ამერიკელები ან ამერიკის მთავრობა ან კერძო სექტორი ახორციელებს და ასევე ცენტრალურ, ანუ ამ შემთხვევაში ფედერალურ რეზერვში უცხოური ვალუტის აკუმულაციით, ფინანსური ვალდებულება არის იგივე ოღონდ შებრუნებულად. ეს არის პირიქით უცხოელების დეპოზიტები, სესხები და ინვესტიციები ამერიკაში. შესაბამისად, თუ კი დადგება ისეთი მომენტი, რომ ეს ხალხი გადაწყვეტს თავიანთი აქტივების შეერთებული შტატებიდან გამოტანას, მაშინ გამოდის, რომ ანუ კაპიტალის დისბალანსი, რომელიც ახლა არსებობს შეერთებულ შტატებში, მე გამოიწვევს კრიზისი. ამიტომ ერთი შეხედვით ეს არის დილემა, რომელიც ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს და ტარიფები შეიძლება იყოს ერთ-ერთი მექანიზმი ამის გამოსასწორებლად. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი სავაჭრო დეფიციტის და იმავდროულად საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა მიზანი, მაშინ ეს უნდა მოხდეს პირიქით ადგილობრივი წარმოების განადგურების ხარჯზე. მაღალ ტარიფებს ამის გამოწვევა შეუძლია, რადგან გაძვირებულ საქონელს ან ნედლ მასალას, რომელსაც ბიზნესი ან კომპანია იყენებს წარმოებაში, ამის გამო მას მოუწევს მზა პროდუქციაზე ფასების გაზრდა, რაც რა თქმა უნდა მომხმარებლის ჯიბეზე უარყოფითად აისახება. მაგრამ ასევე კომპანიებისთვის ეს არის დილემა, რადგან ფასების ზრდამ შეიძლება მომხმარებელი პირიქით დააფრთხოს და აიძულოს ალტერნატივების ძიებისაკენ. ანუ კომპანიამ მივიდეს ზღვარზე, როდესაც მისი შემოსავლები ძალიან მცირედით აღემატება საწარმოო დანახარჯებს. ამიტომ საკმაოდ მძიმე პრობლემაა. ერთის მხრივ ტარიფები შეიძლება სავაჭრო დეფიციტის გამოსასწორებლად იყოს პოზიტიური მექანიზმი, მაგრამ ამავდროულად ნედლი ან მზა პროდუქტის გაძვირება, რომელიც ქვეყანაში შემოდის, პირიქით უარყოფითად აისახოს კომპანიებზე და მომხმარებელზე ერთდროულად.
ამიტომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა მაგალითად საშემოსავლო გადასახადების შემცირება და ტარიფების იმ დონეზე შენარჩუნება პრინციპში, რა დონეზეც ახლა ტრამპმა დააწესა. თავიდან იყო ძალიან მაღალი ტარიფები და საბაზისო დონე მიაღწია 25%-ს. ახლა ის შემცირდა 16%-მდე, რადგან ტრამპმა თავისი მაღალი სატარიფო განაკვეთების შეამცირა მთელი მსოფლიოს მიმართ, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ, რომელსაც 155%-იანი ტარიფი დაუწესა და შემდეგ 30%-მდე შეამცირა. ამიტომ თუ კი ტარიფები აისახება საშემოსავლო გადასახადების შემცირებაში, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება. და ტრამპი ზოგადად გადასახადების შემცირების მიმართ არ არის გულგრილად განწყობილი. მან პირველი ადმინისტრაციის დროს ეს ერთხელ გააკეთა და ახლა მაგალითად კანონპროექტით, რომელსაც ქვია დიდი ლამაზი რეფორმა, ასევე საგადასახადო შეღავათები არის გათვალისწინებული. მაგრამ ისევ და ისევ ეს არ უნდა მოხდეს საბიუჯეტო დეფიციტის ლიმიტის გაზრდის ხარჯზე. სამწუხაროდ მისი ეს რეფორმა პირიქით ზრდის. ამიტომ რაღაცნაირად დილემის კი არა, ტრილემის წინაშე დგას ახლა დონალდ ტრამპი და მართებს ძალიან ესეთი პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო 10 წლის პერსპექტივაში შეიძლება საბიუჯეტო დეფიციტმა შეერთებულ შტატებში $4 ტრილიონსაც კი მიაღწიოს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იქნება და ინფლაციის რისკებს რა თქმა უნდა გაზრდის ქვეყანაში. კეთილი და ჩინეთთან მიმართებაში და განსაკუთრებით და პირველი ასე ვთქვათ ჩინეთს გამოუცხადა ეს ეკონომიკური ომი. ამ შემთხვევაში რამდენად უგებს, რამდენად ის რაც სურდა ასე ვთქვათ ამერიკას მიეღწია და წარმოება შემცირებინა და ეს ბაზარი ასე ვთქვათ თვითონ განევითარებინა და დომინანტი გამხდარიყო მსოფლიო ბაზარზე, ამას რამდენად მიაღწევს ამ სატარიფო გეგმით იმ რისკების გათვალისწინებით, რა რისკებიც ასე ვთქვათ თქვი უკვე. ასევე ის უნდა ითქვას, რომ ტარიფების დაწესების ასე ვთქვათ მექანიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ტრამპის ტარიფები გამოთვლილი იყო საკმაოდ უცნაური ფორმულით. მათ ერთი შეხედვით ძალიან კომპლექსური და მაღალი დონის მათემატიკური ფორმულა წარმოადგენს, რომელიც სინამდვილეში ძალიან მარტივ ალგებრულ გათვლას ეფუძნება. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი კონკრეტულ ქვეყანასთან და ამ ქვეყნიდან შემოტანილი საქონლის მოცულობა შეფარდებული ორზე. საკმაოდ უცნაური ფორმულაა და ამის რაციონალური ახსნა, რატომ დაიანგარიშეს სატარიფო განაკვეთი ამ ფორმით, ვერავინ ახსნა. რატომ კვადრატული ფესვი არ მოიღეს? დიახ, ანუ ზუსტად ვერავინ ახსნა რა ლოგიკა იყო ამ ფორმულის მიღმა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფორმით დაწესდა, მე ამას დაერქვა შემხედრი საპასუხო ტარიფები, მაგრამ ესეც ცოტა სიმართლე ითქვას, რომ აბსურდული იყო, რადგან 10%-იანი ტარიფი შეეხოთ ისეთ ქვეყნებს, რომელსაც შეერთებული შტატების მიმართ ტარიფები საერთოდ არ აქვთ დაწესებული, ან ძალიან დაბალი ტარიფები აქვთ. მაგალითად, საქართველოსაც კი 10%-იანი ტარიფი შეეხო, არა და სინამდვილეში ამერიკულ საქონელს თითქმის არ ეხება. არაფერში შუაში არ ვიყავით. საქართველოს ტარიფები, ამიტომ ხო, საკმაოდ უცნაური პროცესით გატარდა ეს რეფორმა. საბოლოო ჯამში ეს მიმყავს იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ვერ მოიტანს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგებს და რა თქმა უნდა საერთოდაც სავაჭრო ომები ისტორიულად იყო რაღაც ძალიან დიდი კონფლიქტების ეკონომიკური პრელუდია შესავალი, რომელიც მერე საკმაოდ რთულ პროცესებში შეიძლება გადაზრდილიყო და გადაზრდილა კიდეც. ამიტომ ტრამპისთვის ალბათ უფრო რაციონალური და მომგებიანი იქნებოდა სავაჭრო დეფიციტებთან ბრძოლა. დროულად ადგილზე გადასახადების დანახარჯების გაზრდის გარეშე. პარალელური ნების სხვა იყო და სხვა თქვა შემცირება იქნებოდა საგადასახადების უფრო მეტი იყო და ეხლა
ფედერალური რეზერვის, ანუ ადგილობრივი ფულის პოლიტიკა. ამით გამკაცრებული იყო, რაც ასე ვთქვა ამერიკის დოლარის ქვეყნები აკომპენსირებენ აბსორბცია, ანუ შეწოვა მიღება ხდება სხვა ქვეყნების მიერ და შეერთებულ შტატებს ძალიან ამიტომ მონეტარული საპროცენტო რაღაცნაირად უფრო მყარი ფულის პოლიტიკას, როგორც იყო ის მაგალითად ნება იმას, რომ რეალურად საბიუჯეტო დეფიციტებიც ასევე ერთაშორისო საინვესტიციო გაწყვეტილება იქნებოდა ამავდროულად მოლოდინი მიმართ იყო ფაქტორით არგენტინის პრეზიდენტის რომ ბიუჯეტო დანახარჯების თვალნებულები იყვნენ არგენტინას რომ რაღაცა ჩვენ ხედავთ რომ არ მოხდა მისად თუ შეერთებულ შტატებს მადლობა, დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი, მე გახდი ეს რიგზე დასრულდა პროფესიონალები